პრემიერ-მინისტრი ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობისთვის სპორტსმენებს მადლობას უხდის. გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხით დღევანდელ სხდომაზე დაუთმო ადგილი და სწორედ ამ საკითხით გახსნა დღევანდელი სხდომა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით 7 მედალი და აქედან 2 ოქროსი საკმაოდ სერიოზული განაცხადია საქართველოსთვის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კი თავის მხრივ სპორტსმენების სახელით მადლობა გადაუხადა პრემიერსაც პირადად და მთავრობას მხარდაჭერისთვის. ქართველი ოლიმპიელები, რომლებმაც ოქრო მოუტანეს ქვეყანას და ასახელეს საქართველოს, ნაწილი მათი უკვე ხვალ გვიან ღამით იქნება საქართველოში. გორის ცენტრში ოლიმპიელებისთვის საკმაოდ სერიოზული დახვედრის ცერემონია იგეგმება, კონცერტი, გულშემატკივრები და ადგილობრივი მთავრობა ერთად შეხვდება ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს. დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიელებს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის. 7 მედალი და აქედან 2 ოქროს მედალი არის ძალიან სერიოზული შედეგი. ვიცით რომ არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს. მოვიპოვეთ 2 ოქრო, 1.24 ბრინჯაოს მედალი, საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. უკეთესი შედეგია ვიდრე წინა ოლიმპიადაზე და რაც ყველაზე მთავარია, ამ ოლიმპიადამ დაგვანახა თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ვიყოთ წარმატებულები.